ხმაური იყო დღეს ფოთში გორგასალის ქუჩაზე. საქმე ეხება კერძო დავას. აღმასრულებელმა აბულაძეების ოჯახს ფართის დატოვება მოსთხოვა. ადგილის, რომელსაც ისინი კომერციული საქმიანობისთვის იყენებდნენ. აღმასრულებელმა ამის მიზეზად სასამართლოს ის გადაწყვეტილება წარმოადგინა, რომლის თანახმადაც აღნიშნული ფართის კანონიერი მესაკუთრე სხვა პირია. არანაირ უკანონობას ადგილი არ ქონია, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა აღსრულება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს ადამიანები უნებართვოდ იყვნენ შეჭრილები და რამოდენიმე წელია ფლობდნენ ჩემს ფართს უკანონოდ და დღეს ეს აღმოიფხრო და დასრულდა ეს უკანონობა. აბულაძეები აღნიშნულ ბინას დაახლოებით 12 წელია იკავებენ. ისინი სასამართლოს დადგენილებას უკანონოდ მიიჩნევენ. პროკურატურაში დევს საბუთი, რომ ეს გორგასლის 2 არის სამხედრო ბინა. ეს გადაიფორმა ვიღაც ნანა ვეკუამ თავის სახელზე ყალბის საბუთებით. მივედით პროკურატურაში, 11-ში მქონდა აღსრულება, მე ვიცოდი, რომ 11-ში მქონდა. პროკურორთან მივედი, დავდივარ წელიწადი და 2 თვეა რო დავდივარ. მივედი და უთხარი, როდის იქნება ჩვენი საქმე, როდის განიხილება. ასე მითხრა, რომ ეს საქმეო, შენო აღსრულება რო გექნებაო, მე ჯერ გვატყუებს სულ 5 დღე, 10 დღე, 15 დღე, 20 დღე, 1 თვე, 2 თვე, 3 თვე არ იქნა ამის საშველი. კიდე მივედით ახლა 3 დღის უკან მითხრა 11-მდეო მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ ესო არ გამოხვიდეო იქიდანო მე 11-მდეო გავაკეთებ ყველაფერსო. მერე ბოლოს რომ მივედი ასე მითხრა, შენი საქმეო, სანამ შენ აღსრულებას არ გააკეთებო მანამდეო, შენ მე ვერაფერს ვერ დავდებო. შენ რო გამოხვალ იქედანო და აღსრულებაო რო დამთავრდებაო, შემდეგო მითხრა დავდებ საქმესო და აწი რა საქმეს დადებს არ ვიცი. ამ ხალხს კიდე რა ემუქრება არ ვიცი. აი ეს თქვა რომ შენ საქმის მერეო შენ რო გახვალო, მერე დავდებ აღსრულებასო, ასე მითხრა. არ ვიცი რას დადებს აღსრულებას, ნახოთ რას დადებს. ჩვენ აქ 12 წელია აქ ვართ ამ ბინაში და 12 წლის მერე 25 წელია ეგერის ქალბატონი ეგერ ზევით რო არიან ისინი 25 წელია რო ცხოვრობენ. ხო და ეს 25 წლის ხალხი გარეთ უნდა გამოყაროთ და ნანა ვეკუას უნდა დაეთმოს ეს ბინა? აღმასრულებლის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა პატა შამუკიამ სატელეფონო ჩართვაში აღნიშნა, რომ აბულაძეებმა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ფართის ნებაყოფლობით დატოვებაზე უარი განაცხადეს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღნიშნული საქმე შემოსულია 2016 წლის ივნისში. ამ დროის განმავლობაში მოვალეს 4-ჯერ გაეგზავნა გაფრთხილება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ასევე აღსრულების პოლიციის წარმომადგენელი 3-ჯერ იმყოფებოდა მოვალის საცხოვრებელის სამარზე და მათ ადგილზე განემარტათ როგორც საქმის მიმდინარეობის თაობაზე, ასევე ის მოსალოდნელი შედეგები, რაც შესაძლოა დამდგარიყო ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში. მოვალეს მისი ინტერესებიდან გამომდინარე საქმის ჩანიშვნამდე მიეცა დამატებითი დრო და საშუალება, რათა მოეგვარებინა პრობლემა. სამწუხაროდ ამ დროის განმავლობაში მოვალემ ვერ შეასრულა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების განხორციელება. გამოსახლებულების მეზობლები სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ აბულაძეების ადვოკატი სასამართლო პროცესზე საერთოდ არ გამოჩენილა. აბულაძეების ოჯახისგან დაიწყო პირველად ზეწოლა ვეკუასგან და გიორგი კუპრეიშვილი მარგალიტა ქანთარიას. ითხოვდნენ, რომ ეს ბინა არისო, ჩემიაო ეს ფართიო და უნდა დაცალოთო. აბულაძეების ოჯახი 15 წელია რაც აქ ცხოვრობენ და აქ პატარა სავაჭრო ცენტრი, პატარა მაღაზია და დაიწყო ამაზე დავა. აიყვანეს ადვოკატი, მაგრამ ადვოკატმა მოატყუა. ფული აიღო და არაფერი არ გააკეთა ამის შესახებ. მე ესენი დაბნეულები იყვნენ, არ იცოდნენ, მისაგებელიც კი არ დაუწერიათ. მე გაასაჭირეს სააპელაციო სასამართლოში ქუთაისში დამასობაში ჩვენ მთელი კორპუსი ჩავერთეთ უკვე ამ საქმეში და მოვიპოვეთ დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროდან, რომ ეს დღემდე ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არის. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ეს დოკუმენტები არ გაითვალისწინა და აღსრულებაში მოიყვანა ის რაც მოხდა დღეს და გამოასახლეს ესენი.
ძიება მიმდინარეობს, პროკურატურა იძიებს, ყველა დოკუმენტი დევს აბსოლუტურად და დასკვნაც უკვე დაწერილია, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ველოდებით ამ გადაწყვეტილებას. აბულაძეები პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.